ღამის ცა ის არ არის რაც გონია. ეს დროის დასაწყისი არ არის, ეს სინათლის სასაფლაოა. ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა ახლახან გამოგვიგზავნა სურათები თერმული დაჟეჟილობების ღრმა კოსმოსში. ფიზიკური ნაიარევები, რომლებიც დატოვა იმ სამყარომ, რომელიც მანამდე მოკვდა, სანამ ჩვენი სამყარო საერთოდ დაიბადებოდა. მონაცემები უბრალოდ არ ცვლის ფიზიკის კანონებს. მათ ცეცხლს უკიდებენ და NASA პანიკაშია. კანზასის უნივერსიტეტის ასტრონომი ელისონ კირკპატრიკი ვერ იძინებდა. მან თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა გაგალაქტიკების ზრდისა და ევოლუციის შესწავლას. მაგრამ ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის, ანუ JWST-ის პირველი სურათები აიძულებდა მას დაესვა კითხვის ნიშანი ყველაფერზე, რაც ეგონა რომ იცოდა. JWST ყველაზე მოწინავე და ძლიერი კოსმოსური ტელესკოპია, რაც კი ოდესმე აშენებულა. ის აძლევდა ასტრონომებსა და მეცნიერებს შესაძლებლობას ჩაეხედათ წარსულში, მიეღოთ მინიშნება იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა პირველი გალაქტიკები. ამის ნაცვლად მან აჩვენა კაშკაშა, სრულად ჩამოყალიბებული გალაქტიკები, იქ სადაც სიბნელე უნდა ყოფილიყო. ისინი გამოჩნდნენ იმ რეგიონებში, რომლებიც პრაქტიკულად ცარიელი უნდა ყოფილიყო. იმ დროს კოსმოსი უნდა ყოფილიყო თხელი ნისლი წყალბადისა და ჰელიუმისგან, რომელიც ნელად სივდებოდა და იფანტებოდა, ელოდა გრავიტაციას, რომ თავისი საქმე გაეკეთებინა. მაგრამ ეს გამოსახულებები ლოგიკაში არ ჯდებოდა. პირველყოფილი ნისლი უნდა გაგრძელებულიყო ასობით მილიონი წლის განმავლობაში. უბრალოდ ტივტივებდა კოსმოსში. ბევრად ადრე ვიდრე ვარსკვლავები დაიბადებოდნენ. და ის პირველი ზეციური სხეულები სწრაფად უნდა ჩამქრალიყვნენ და გაეფანტათ ინგრედიენტები ყველაფრისთვის, რაც შემდეგ გაჩნდა. ასე რომ თეორიულად სამყარო ცარიელი ტილო უნდა ყოფილიყო. ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა სხვანაირად თქვა. ზოგადი ვარაუდი იყო, რომ სამყარო ერთ მოდელს, ლამბდა CDM-ს მიხვებოდა. ეს არის კოსმოსის სტანდარტული ისტორია. ცხელი, დიდი აფეთქება, უხილავი ბნელი მატერია, რომელიც გაზს გროვებად აქცევს და ბნელი ენერგია, რომელიც ყველაფერს უფრო და უფრო სწრაფად აშორებს ერთმანეთს. წლების განმავლობაში მონაცემები ამას ადასტურებდა. სამყარო 13.8 მილიარდი წლის იყო, ან ასე გვეგონა. პირველი სრულფეროვანი ვების სურათი 2022 წელს გამოქვეყნდა და აჩვენა გალაქტიკათა კლასტერის სახელად SMACS 0723. მაშინვე რაღაც არასწორი ჩანდა. ძალიან ბევრი გალაქტიკა იყო. ისინი ძალიან კაშკაშა იყვნენ. ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. საკვლევი ნაშრომები გადაყარეს, ნაგვის ურნებში მოათავსეს. თუ სურათები ზუსტი იყო, მაშინ ადრეული გალაქტიკების დროის ხაზი არასწორი აღმოჩნდა. გალაქტიკების შესახებ ძველი კონსენსუსი მკვდარი იყო. მკთალი ლაკა ბოთესის თანავარსკვლავედში მთავარი ეჭვმიტანილი იყო. მისი კატალოგის სახელია CERS 93316 და პირველი გაზომვის მიხედვით ის დაფიქსირდა წითელი წანაცვლებით 16.7-ზე. ეს იყო რიცხვი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო. წითელი წანაცვლება ფაქტობრივად დროის მანქანაა, რომელიც სამყაროს სტრუქტურაშია ჩაშენებული. როდესაც სივრცე ფართოვდება, ის აჭიმავს მასში გამავალ სინათლეს და სპექტრის წითელი ნაწილისკენ ეკაჩება. რაც უფრო მეტად არის ეს სინათლე გაწელილი, მით უფრო შორეული წარსულიდან მოდის იგი. საბოლოოდ, როცა წითელ წანაცვლებას უფრო ღრმად უყურებთ, ეს ნაკლებად გავს შორს ყურებას და უფრო მეტად გავს იმის ნახვას თუ როგორ ვითარდებოდა სამყარო წარსულში. თითქოს დრო უკუღმა მიდის. წითელი წანაცვლების მნიშვნელობაზე 16.7. ეს ობიექტი დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 235 მილიონი წლის შემდეგ იარსებებდა. ეს იმ ეპოქაშია, როცა თითქმის არაფერს ასეთი მასშტაბური ფორმირების დრო უნდა ქონოდა. წარმოიდგინე მთელი სამყარო როგორც უზარმაზარი სამშენებლო მოედანი. მუშათა ჯგუფმა ახლახან დაიწყო მუშაობა ცარიელ მიწაზე. 5 წუთის შემდეგ ფოტო გადაგიღია და მიწის შუის შუაგულში დასრულებული 100-სართულიანი კოშკი დგას. შუქები ანთებულია და იქ სიცოცხლე დუხს. არ იყო საკმარისი დრო, რომ ასეთი რამ აშენებულიყო, მაგრამ აი ის იქა. ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის ახლო ინფრაწითელ დამოსახულებებში გალაქტიკა ზუსტად ასეთი ანომალიას გავდა. ერთხანს ის ადრეული სამყაროს ობიექტის პროფილს შეესაბამებოდა, მაგრამ შემდეგ ეს არგუმენტი დაიშალა. ეს 16.7 სწრაფი შეფასება იყო მიღებული გალაქტიკის ფერის მიხედვით რამდენიმე ფართო ფილტრში. ეს უფრო პირველი ვარაუდი იყო, ვიდრე საბოლოო დასკვნა. ამიტომ გუნდმა დაბრუნდა და JWST-ის სპექტროგრაფით გაატარა კვლევა. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დეტალურად კითხულობს სინათლეს. შედეგმა ყველაფერი შეცვალა. უკიდურესი დაშორება გაქრა. ნამდვილი წითელი წანაცვლება იყო 4.9. ჩვეულებრივი გალაქტიკა დაახლოებით 1.2 მილიარდი წლის ასაკის ის, რაც კოსმოსურ რეკორდსმენად ჩანდა. სინამდვილეში აღმოჩნდა თანხვედრის ხრიკი. ზუსტად საჭირო მანძილზე. წყალბადის გამოსხივების ხაზი ზუსტად ჩაჯდა 3 ყველაზე წითელ ფილტრში, ხოლო ჟანგბადის ხაზების ნაკრები მეოთხეს აძლიერებდა. მან გაანათა რამდენიმე ზოლი, დანარჩენებში კი ჩაქრა და იმიტირებდა რაღაც ბევრად უფრო ძველს ვიდრე სინამდვილეში იყო. ყველაზე შორეული ობიექტი, რაც კი ოდესმე უნახავთ, მირაჟი აღმოჩნდა, მაგრამ ყველა გალაქტიკა არ დაიშალა უფრო დეტალური შესწავლისას. ზოგი სრულად გაუძლო შემოწმებას. 2024 წლისთვის ათეულობით ადრეული გალაქტიკა უკვე შემოწმებული იყო და უმეტესობა იმ ადგილას აღმოჩნდა, სადაც მათი პირველი ფერის შეფასებები მიუთითებდა. მხოლოდ რამდენიმე, მაგალითად ბოტესის ლაკა, აღმოჩნდა ყალბი. ნამდვილი ადრეული გალაქტიკები, როგორც წესი, უფრო პატარა და მკთალია, მაგრამ ყველა გამოცდას გაუძლეს.
ასე რომ, ადრეული სამყარო ილუზია არ არის. უბრალოდ მისი წაკითხვა უფრო რთულია, ვიდრე თავიდან ჩანს. მაგრამ ერთი პრობლემა მაინც არ ქრება და ის უფრო სერიოზულია, ვიდრე ვინმე ეგონა. ადამ რიისი, ნობელის პრემიის ლაურეატი, სწავლობს თუ რა სისწრაფით ფართოვდება სამყარო ამჟამად. მისი გუნდი ქმნის იმას, რასაც კოსმოსურ მანძილთა კიბეს უწოდებენ. ეს არის სივრცეში გაზომვის მეთოდი, სადაც ცნობილ განმეორებად კოსმოსურ სიგნალებს საფეხურებად იყენებენ. და სწორედ ამან გამოიწვია პრობლემა, რომელსაც მეცნიერები ახლა ჰაბლის დაძაბულობას უწოდებენ. რიესმა და მისმა გუნდმა გამოიყენეს თავიანთი მოდელი და მივიდნენ რიცხვამდე 73. მაგრამ არსებობს სამყაროს საკითხვის კიდევ ერთი გზა. ახლო სივრცის ნაცვლად ის იწყება უძველესი სინათლით, რომელსაც ხედავთ. ეს არის სუსტი ნათება იმ დროიდან, როცა სამყარო მხოლოდ 380,000 წლის იყო. ეს არის გაყინული ფოტო ადრეული სამყაროსი, სანამ ვარსკვლავები და გალაქტიკები იარსებებდნენ. თუ ამ საწყის წერტილს აიღებ და სამყაროს სტანდარტული მოდელით წინ წაიყვან, 73-ს ვერ მიიღებ. მიიღებ დაახლოებით 67-ს. ეს ორი რიცხვი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ასე არ არის. მათ შორის სხვაობამ ახლა უკვე მიაღწია იმას, რასაც მეცნიერები 5 სიგმას უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ სხვაობა იმდენად დიდია, რომ თუ არაფერი არ არის არასწორი, შემთხვევით თითქმის არასდროს გამოჩნდებოდა. პრაქტიკულად ეს დაახლოებით 1.3 მილიონში. ეს თითქმის 3-ჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე ადამიანს მეხი დაეწეს. თავდაპირველად ხალხმა იფიქრა, რომ ეს უნდა ყოფილიყო შეცდომა კოსმოსური მანძილების კიბეში, მაგრამ ჯეიმს უებსის კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ ერთხელ დააკვირდა. შეცდომა არ აღმოჩნდა. რაისმა ჯეიმს უებსის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენა, რათა თავისი ვარსკვლავებიდან 1000-ზე მეტი ხელახლა შეემოწმებინა. დისტანციები თითქმის არ შეცვლილა, მისი მანძილების კიბე გამართლდა. ყველა არ ეთანხმება, სად არის პრობლემა. ვენდი ფრიდმანმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ასტრონომმა, ამ კითხვას სრულიად განსხვავებული მეთოდით მიუდგა. იმის ნაცვლად, რომ იგივე კოსმოსური მანძილების კიბეს დაყრდნობოდა, მან წითელი გიგანტი ვარსკვლავების სპეციალური კლასი გამოიყენა მეგზურად. მისი შედეგები დაახლოებით 70-ზე გამოვიდა, ზუსტად 2 კონკურენტულ პასუხს შორის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მიუთითებს, რომ ჰაბლის დაძაბულობა შეიძლება არ იყოს უბრალოდ ერთი მხარის მართებულობა და მეორის შეცდომა. პრობლემა ისაა, რომ არც ერთ ახსნას არ შეუძლია ყველა დააკმაყოფილოს. ერთ-ერთი წამყვანი იდეაა ეგრეთ წოდებული ადრეული ბნელი ენერგია, ენერგიის მოკლე დამატებითი ამოფრქვევა, რომელმაც შეიძლება შეცვალა სამყაროს გაფართოება დიდი აფეთქების შემდეგ მალევე. თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს შეიძლება დაეხმაროს წინააღმდეგობრივი გაზომების ახსნას. ესეთი პროექტები, როგორიცაა ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტი, ანუ DESI, ათეულობით მილიონ გალაქტიკას იკვლევს და ეძებს მტკიცებულებებს, რომ სამყარო ოდესღაც სხვანაირად ფართოვდებოდა, ვიდრე ჩვენ გუგონია. შესაძლოა გაზომვების ერთ-ერთ ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს დაფარული ხარვეზი. შეიძლება ბნელი ენერგია დროთა განმავლობაში შეიცვალა, ან იქნებ სამყაროს სტანდარტულ მოდელს საერთოდ აკლია ერთი ნაწილი. ჰაბლის დაძაბულობას ასე შემაშფოთებელს ისხდის, რომ ის ჩვეულებრივ ახსნას ცდება. ადრე გამოვლენილი ანომალიები ხშირად ქრება, როცა მათ უფრო ყურადღებით ვაკვირდებით. გალაქტიკა, რომელიც შორეული ჩანდა, სინამდვილეში უფრო ახლოს აღმოჩნდა. უცნაური სიგნალის შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა, საიდუმლო შემწირდა, ეს კი არა. ეს განსხვავებაა იმ სამყაროებს შორის, რომლებსაც დღეს ვხედავთ, და იმ სამყაროს შორის, რომელსაც ჩვენი საუკეთესო მოდელი წინასწარმეტყველებს. რაც უფრო ზუსტად იზომება ეს განსხვავება, მით უფრო რთული ხდება მისი ახსნა. 2023 წელს Evil Lab-ემ და მისმა გუნდმა გამოაკვირმეს ნაშრომი, სადაც 6 ობიექტი გამოიკვეთა, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ. ჩვენ ხედავთ მათ დიდი აფეთქებიდან 500-დან 700 მილიონი წლის შემდეგ, როცა სამყარო ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო. თუმცა ისინი უკვე სრულად ჩამოყალიბებულ გალაქტიკებს გვანან. პრობლემა მათი ზომა იყო. ზოგიერთი შეფასებით მათ 10-დან 100-ჯერ მეტი მასა ჰქონდათ, ვიდრე მოდელის მიხედვით შესაძლებელი იყო. რამდენიმე მათგანი 100 მილიარდ მზესაც კი უტოლდებოდა, ეს ყველაფერი კი ბევრად უფრო პატარა სივრცეში, ვიდრე ირმის ნახტომია. თუ ეს პირველი გაზომვები სწორია, ასტრონომებს სერიოზული პრობლემა აქვთ. უბრალოდ საკმარისი დრო არ იყო იმისთვის, რომ ამ გალაქტიკებს ამდენი ვარსკვლავი შეექმნათ. ეს რიცხვები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ასე რომ, კვლევა თავიდან დაიწყო და როგორც კი უკეთესი მონაცემები გამოჩნდა, შეუძლებელი ნელ-ნელა შემცირდა. ასტრონომებმა მათ პატარა წითელი წერტილები უწოდეს. JWST-ს მხოლოდ 1 ან 2 არ აღმოუჩენია. ის მათ ყველგან პოულობდა, სადაც კი უყურებდა. როცა მკვლევრებმა მათი სინათლე უფრო დეტალურად შეისწავლეს, რაღაც უცნაური შენიშნეს. იმ სუბთანიშნის ნაცვლად, რასაც ჩვეულებრივი გალაქტიკისგან ელოდებოდი, სინათლემ ფართო გაბნეული გამოსხივების ხაზები აჩვენა. ეს იყო დამახასიათებელი ნიშანი იმისა, რომ გაზი წარმოუდგენელი სიჩქარით ბრუნავდა შუნავდა შავი ხვრელის გარშემო და ეს ყველაფერს ცვლიდა. ამ ობიექტებიდან ბევრი, როგორც ჩანს, მალავს შავ ხვრელებს, რომელთა მასაც მილიონობით ან თუნდაც 100 მილიონი მზის მასას შეადგენს. მათი სქელი მტვრის ღრუბლების მიღმა. ეს მნიშვნელოვანია. შავი ხვრელები წარმოუდგენლად კაშკაშა შეიძლება იყოს. იმდენად კაშკაშა, რომ შეიძლება გვეგონოს, ბევრად უფრო მეტ ვარსკვლავს ხედავთ, ვიდრე სინამდვილეში არსებობს. ერთ-ერთი პირველი კანდიდატი თითქმის ისეთივე დიდი ჩანდა, როგორიც ირმის ნახტომია. ჩვენს გალაქტიკას 13 მილიარდ წელზე მეტი დასჭირდა, რომ ამდენი მასა შეეგროვებინა. ამ ობიექტმა ეს სულ რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში შეძლო. სწორედ ამან დააფიქრა ასტრონომები, ხომ არ უყურებდნენ, ისინი სრულიად სხვა რამეს.
ერთი შესაძლებლობაა, რომ ეს იყოს ეგრეთ წოდებული შავი ხვრელის ვარსკვლავი. შავი ხვრელი, რომელიც სქელ გაზის გარსშია დაფარული. მილიარდობით სინათლის წლით დაშორებიდან ის შეიძლება უბრალოდ ერთ უზარმაზარ ვარსკვლავად ჩანდეს. თუ ისინი მართლაც არსებობენ, JWST-მ შეიძლება პირველი ასეთი უკვე იპოვა. მაგრამ პრობლემა მაინც რჩება. ადრეულ სამყაროში ამდენი მასალა არ იყო, რომ ასეთი რამ შექმნილიყო. უმეტესობა ჩვეულებრივი მატერიისა ჯერ კიდევ გაზის სახით იყო გაფანტული და არა ვარსკვლავებში მოქცეული. რომ ასე სწრაფად ესეთი დიდი მასა დაეგროვებინათ, ამ galaktikებს რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინათ, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. თითქმის ყველა ხელმისაწვდომი გაზი ვარსკვლავებად უნდა ქცეულიყო. შემდეგ კი ეს ყველაფერი ერთ პატარა სივრცეში უნდა ჩაეტია. ეს შეუძლებლად ჩანდა. მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა იყო. ზოგიერთი ამ პატარა წითელი წერტილიდან გასაკვირად სუსტად ჩანს რენტგენულ სხივებში. აქტიური შავი ხვრელები ჩვეულებრივ კაშკაშად ანათებენ რენტგენში. ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა საიდუმლოს. ზოგიერთი პატარა წითელი წერტილი შეიძლება მტვერში გახვეული შავი ხვრელები იყოს. ზოგი შეიძლება სრულიად სხვა რამ აღმოჩნდეს. მაგრამ ის იდეა, რომ ესენი მასიური galaktikები იყო, სწრაფად ქრებოდა. უფრო მეტად გავს იმას, რომ ასტრონომები არასწორ სინათლეს ითვლიდნენ. მაგრამ რა მოხდება თუ პრობლემა galaktikები არ არის? ფიზიკოსმა რაჯენდრა გუპტამ ბევრად უფრო რადიკალური პასუხი შესთავაზა. შეიძლება ეს galaktikები მხოლოდ იმიტომ გამოიყურებიან ძველად, რომ თავად სამყარო უფრო ძველია, ვიდრე ჩვენ გვგონია. მისი მოდელი, რომელსაც CCC+TL ქვია, სამყაროს ასაკს 13.8 მილიარდი წლიდან დაახლოებით 26.7 მილიარდ წლამდე ზრდის. მილიარდ წლამდე ზრდის. ეს კოსმოსს თითქმის ორჯერ მეტ დროს მისცემდა galaktikების ვარსკვლავებისა და შავი ხვრელების შესაქმნელად. და უცებ ამ galaktikების არსებობა უკვე ასეთი შეუძლებელი აღარ ჩანს. ამ შედეგამდე მისასვლელად გუპტამ ორი საკამათო იდეა გააერთიანა. პირველი იდეა საშუალებას აძლევდა ბუნების ზოგიერთ ფუნდამენტურ კონსტანტას, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა შეცვლილიყო. მეორე კი ამახლებდა თეორიას, რომელსაც დაღლილი სინათლე ეწოდება. აქ ფოტონები ნელ-ნელა კარგავენ ენერგიას, როცა მთელ სამყაროში მოგზაურობენ. შორეული galaktikები უფრო წითლად ჩანს, არა იმიტომ, რომ სივრცე გაფართოვდა, არამედ იმიტომ, რომ მათი სინათლე გზაში დაქვეითდა. ეს დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფიზიკოსების უმეტესობა დარწმუნებული არ არის. გუპტამ ეს იდეა რეცენზირებულ ჟურნალში 2023 წელს გამოაქვეყნა და სხვა მკვლევარებმა სწრაფად ეუპასუხეს. მათი არგუმენტი მარტივი იყო. მოდელი წინააღმდეგობაში მოდის არსებულ მტკიცებულებებთან. მას უჭირს ახსნას კოსმოსური მიკროტალღური ფონი, დიდი აფეთქების ნარჩენი ნათება. არსებობს კიდევ უფრო დიდი პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ დაღლილი სინათლის თეორია დიდი ხანი არსებობს და ყოველ ჯერზე, როცა ასტრონომები მას ამოწმებენ, ის ვერ ამართლებს. თუ სამყარო ფართოვდება, შორეული galaktikები უნდა ჩანდეს უფრო წითლად, უფრო მკთალად და გარკვეული ფორმით გაწელილად. სწორედ ამას ვხედავთ. დაღლილი სინათლის თეორია ახსნის გაწითლებებას, მაგრამ დანარჩენს ვერ ხსნის. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საიდუმლოს ამოხსნის კარგი მცდელობაა, ასტრონომების უმეტესობა არ ფიქრობს, რომ ეს არის სწორი პასუხი. მაგრამ რა მოხდება თუ პრობლემა თავად დიდი აფეთქებაა? თუ ინვეს შეუძლია სამყაროს შესახებ რადიკალური იდეის წამოყენება, ეს როჯერ პენროუზია. ის შავი ხვრელების ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია მსოფლიოში და ნობელის პრემია მიიღო თავისი მუშაობისთვის. მისი იდეა ცნობილია როგორც კონფორმული ციკლური კოსმოლოგია, ანუ CCC. და ეს იწყება ერთი მარტივი კითხვით. რა იქნებოდა თუ დიდი აფეთქება დასაწყისი არ იყო? პენროუზის მიხედვით, სამყარო უსასრულო ციკლებს გადის. ერთი ეპოქა მთავრდება, მეორე იწყება. ეს არის ციკლი, რომელიც მუდმივად გრძელდება. წარმოიდგინე, რომ ტრილიონობით და ტრილიონობით წლით მომავალში გადახვეთ. ყველა ვარსკვლავი ჩამქრალია და მატერია დაშლილია. თუნდაც ბოლოს შავი ხვრელები აორთქლდნენ. ყველაფერი გაქრა. პენროუზი ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე უსასრულოდ დიდსა და უსასრულოდ პატარას შორის განსხვავება მნიშვნელობას კარგავს. და თუ ეს ასეა, ერთი სამყაროს დასასრული შეიძლება გახდეს შემდეგის დასაწყისი. სხვა სიტყვებით, დიდი აფეთქება შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო დასაწყისი. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი სამყაროს წინ არსებული სამყაროს დასასრული. პენროუზმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მან შემოგთავაზა ჰიპოთეტური ბნელი მატერიის ნაწილაკი, რომელსაც აერობონი უწოდა. თუ ეს ნაწილაკები არსებობს, ისინი შეიძლება დატოვონ სუსტი კვალი ცაზე, რომელსაც მომავალი ტელესკოპები შეძლებენ დააფიქსირონ. მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. იმისთვის, რომ ეს იმუშაოს, სამყაროს მომავალმა ისეთი ქცევა უნდა გამოავლინოს, როგორიც ჩვენ არასდროს გვინახავს. ამიტომ კოსმოლოგების უმეტესობა CCC-ს საინტერესო შესაძლებლობად მიიჩნევს და არა საბოლოო ახსნად. ეს თამამი იდეაა. კითხვა ისაა, ეთანხმება თუ არა ბუნება. პენროუზი ამტკიცებს, რომ მისი თეორიის შემოწმება შესაძლებელია. ის ფიქრობს, რომ მის ციკლურ სამყაროს რეალური მტკიცებულება დარჩა და ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ის. მისი თეორიის მიხედვით, ჩვენსამდე არსებული სამყარო უზარმაზარ შავ ხვრელებს შეიცავდა. დროთა განმავლობაში ეს შავი ხვრელები აორთქლდა. პენროუზის მოდელში თითოეული შავი ხვრელის საბოლოო ენერგიის ამოფრქვევა კოსმოსურ ციკლებს შორის საზღვარს გადაკვეთა და ჩვენ სამყაროში კვალი დატოვა, როგორც მკვდარი სამყაროს ანაბეჭდი. სად უნდა ვეძებოთ ეს ანაბეჭდი? უძველეს შუქში, რომელსაც ვხედავთ, კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონს. ეს არის დიდი აფეთქების სუსტი ნათება, რომელიც მთელ ცას ავსებს.
Penrose და მისი გუნდი ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი რეგიონი უფრო თბილია, ვიდრე უნდა იყოს. ეს არ არის შემთხვევითი წერტილები, არამედ წყიული უბნები, რომლებიც მთვარის სიგანეზე დაახლოებით 8 ჯერ დიდია. 2020 წლის ნაშრომში გუნდმა განაცხადა, რომ ეს წრეები აღმოაჩინეს როგორც პლანკის, ასევე WMAP-ის თანამგზავრების მონაცემებში და მათ ჰოუკინგის წერტილები უწოდეს. და თუ მათი ინტერპრეტაცია სწორია, ეს უბრალოდ შემთხვევითი ნიშნები არ არის. ისინი გიგანტური შავი ხვრელების ნაშთებია, რომლებიც ჩვენს სამყაროზე ადრე არსებობდნენ. სხვა მკვლევრებმა იგივე რუკები შეისწავლეს და სხვა დასკვნამდე მივიდნენ. როდესაც ანალიზი თავიდან ჩაატარეს, სიგნალი ბევრად ნაკლებად შთამბეჭდავი გახდა. პრობლემა ისაა, რომ თუ უზარმაზარ მონაცემთან აკრებს უჩვეულო ნიმუშებს დაუწყებ ძებნას, თითქმის ყოველთვის იპოვი რაღაცას. წარმოიდგინე, როგორ პოულობთ ფორმებს ღრუბლებში. თუ წრეების ძებნას დაიწყებ, ცოტა ხანში მათი პოვნა მარტივი ხდება. მაშ, ეს ნამდვილი ნაწიბურებია ჩვენამდე არსებულ სამყაროდან, თუ უბრალოდ ხმაურში დამალული ნიმუშებია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აკადემიური სამოქალაქო ომის საფუძველს ქმნის. მკვლევრები მუშაობენ მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე: როგორ დაიწყო სამყარო? კარიერა, გრანტები და სამეცნიერო რეპუტაცია ყველა იმაზეა დამოკიდებული, ამ კითხვაზე სწორ პასუხს იპოვიან თუ არა. ეს პირადულად აღიქმება, რადგან მართლაც პირადულია და ამჟამად ეს ძიება რეალურ დროში მიმდინარეობს. ჟურნალებში და კონფერენციებზე გუნდები დაობენ JWST-ის ყველაზე ადრეული galaktikების კანდიდატებზე. მართლაც ისეთივე მასიური და შორეულია თუ არა ისინი, როგორც პირველად ჩანდა, თუ კოსმოსური ნამსხვრევების მსგავსი ეფექტები მათ რეალურზე უფრო ექსტრემალურად აჩვენებს. მაგრამ ეს მხოლოდ შორეულ galaktikებზე არ არის. ეს იმასაც ეხება, რა ადგილი გვიკავია ამ ყველაფერში. შეხედე შენს ხელებს. თითოეული ატომი მათში უძველეს ვარსკვლავებშია შექმნილი. ციკლური კოსმოლოგიის ზოგიერთ ვერსიაში შენს გარშემო არსებული სინათლეც კი შეიძლება კოსმოსური თვალსაზრისით ახალი არ იყოს. ის უბრალოდ წინა სამყაროდან გადამუშავებულია. მაშ, სად გტოვებს ეს ყველაფერი? დიდი აფეთქების თეორია არ ირღვევა. მისი ძირითადი ისტორია კვლავ ძალაშია. სამყარო ფართოვდება და თუ დროს უკან დააბრუნებ, ყველაფერი ცხელდამკვრივ დასაწყისზე მიუთითებს. ეს კოსმოსში არსებულ ყველაზე მარტივ ელემენტებშიც კი ჩანს. წყალბადი და ჰელიუმი მაინც ზუსტად იმ რაოდენობით გვხვდება, როგორც თეორია წინასწარ მეტყველებს. როცა ყველაფერს შევაჯამებთ, სამყაროს ასაკი კვლავ დაახლოებით 13.8 მილიარდი წელია. ახალი კვლევები უკვე უფრო ღრმად იკვლევს ადრეულ სამყაროს და ეს პატარა წითელი წერტილები შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა galaktikები პირველად. რასაც არ უნდა აღმოაჩინოს, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ეს კოსმოლოგიაში კრიზისი არ არის, არამედ სამყაროს სურათი, რომელიც ჯერ კიდევ ნაწილ-ნაწილ ივსება. როგორც ჩანს, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ ერთი საიდუმლო აღმოაჩინა და ეს ერთადერთი არ არის, რაც იქ იმალება. თუ გინდა უფრო ღრმად გაიგო, უყურე ვიდეოს 50 გასაოცარი ფაქტი კოსმოსზე, რომელიც არ იცოდი. რომ ნახო, კიდევ რას გვიმალავს სამყარო. ან დააწკაპუნე ამ ვიდეოზე.